ჯიჯი, შემოდი, ხელები. ჯული, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. ყველას დეზინფექცია უნდა გავაკეთოთ. ხო, და შევამოწმოთ, ნიღბები უნდა ეკეთოთ. გოგოებო, გამარჯობა. ხელები. არტემ, სად არის შენი ნიღაბი? არა, არ მოქვს. რას გულისხმობ, მარიუსა, ხელსახოცი მიეცი? აიღე, დაგიცავს. კარგი, შემდეგი შემოვიდეს. უი, პატრიკ, ახალი ნიღაბი გაქვს? დიახ. ხელები. კარგი, შედი. შემდეგი. არტემ, ყოჩახ, საკუთარ თავს იცავ, ხელები. შედი. შემდეგი. გამარჯობა. ბურთელებო, ხელები უცბად. ბურთებიც? ჰეი, გაჩერდი. არა, ბურთებზე საჭირო. რას გულისხმობთ? უნდა გავაკეთოთ. ძალიან მომწონს დეზინფექციის ჩატარება. მარიუსა, დაინახე კალბურთელები როგორ მიყურებდნენ? გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა, ბიჭებო. კარგი, ხელები, მოიცადე, სად არის თქვენი ნიღბები? ჯული, ბრმა ხარ, ჩაფხუტები გვიკეთია. ხო, ჩაფხუტში არაფერი არ შევა. ბიჭებო, არაფერიც არ ვიცი, ხელები და ამის შემდეგ დირექტორთან უნდა წავიდე. მარუსა, არ მჭირდება დეზინფექცია, ხელთათმანები მიკეთია. დირექტორთან შესვლა ნიღბის გარეშე აკრძალულია. ბიჭებო, წავიდეთ დირექტორის ოფისში, ჩქარა. შემდეგი. ჰუი, ჩირლიდერები. აბა ვინ არის? დაიძახეთ. დიანა,იანა, ხელები. შემდეგი. ლეილა, ხელები. კნოპა. ვაიმე, უკვე ნახევარი გამოვიყენეთ ნახევარი სკოლის ბავშვებისთვის. მარიუსა, მეც. კოსტა, გითხარი რომ გარეთ ნიღაბი უნდა გეკეთოს. არაა პრობლემა, გავიკეთებ გარეთ. არ გვესმის ნიღბები რატომ მოიხსენით? მოიცადე, სკოლაშიც უნდა ვატაროთ ნიღბები? არა, დირექტორმა თქვა რომ გარეთ და ხალხმრავალ ადგილში გავიკეთოთ, აქ არაა საჭირო. გოგოებო, ჩვენ სახლში ვრჩებით, კარანტინს ვიცავთ, ჩვენ მშობლებს მოვყავართ მანქანით და არსად არ გავდივართ. ნაკლები ლაპარაკი, ჯული, მომეცი ეგ ხელის სანიტაიზერი. მეც რა. კარგი, აბა ერთი დასვენებაზე გიცდიათ გარეთ გასვლა. ხო, ეგრევე დირექტორს ვეტყვით. ხო, დღეს ყველას ვაკვირდებით. ხელები. ჯანდაბა გოგოებო, ეს კარანტინი ხასიათს აშხამებს. ხო, გეთანხმები, მთელი კვირაა სახლში ვართ გაჭედილები, ძალიან მოსაწყენია. და შეჯიბრებიც გააუქმეს. ხო, საერთოდ არ არის ახალისო. გოგოებო, კარანტინი ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. რანაირად, არაფერი კარგი არ არის. და რას გვთავაზობ? გოგოებო, გაჩერდით, ძლივს ნახულობთ ისედაც ჩვენს კალათბურთელებს, მხოლოდ სკოლაში. ხო, გოგოებო, ჩვენ უბრალოდ წესებს მივყვებით, კარანტინის წესებს და ჩვენი მშობლებიც არ გვუშვებენ სახლიდან. მათი მშობლებიც მივყვებიან წესებს და არ უშვებენ. ხო, საერთოდ არ გვაქვს პირადი ცხოვრება. რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ არაფერი არ არის სასაცილო. მაგრამ რამე უნდა გავაკეთოთ ამ კარანტინში? ხო, პროდუქტიული უნდა გავხადოთ. პროდუქტიული? როგორ შეიძლება იყოს პროდუქტიული? ჩვენ ბიჭებსაც ვერ ვხედავთ. კარგი, დამშვიდი, იანა, უნდა დაწყნარდე და შეწყვიტო ნერვიულობა. გოგოებო, რამე იდეა გააქვთ? მე მაქვს ერთი, მოდი, დესერტის მაგიდა გავაკეთოთ. აუф, და მე რა, ზაფხული მოდის და ესეთები უნდა ვიყოთ? კნოპა, დაწყნარდი, არც არავინ არ ყავს რო იკრება, ხო, არ ყავს ბიჭი. იანა, გაჩერდი, ზედმეტი მოგდის. სხვათა შორის მე უკეთესი იდეა მაქვს. გოგოებო, მოდით ყველამ ერთად გავხსნათ საცეკვაო კურსები. დიანა, მართლა საცეკვაო კლასი? სხვათა შორის ჩვენ უკვე ჩირლიდერები ვართ. გოგოებო, გთხოვთ, აქ ახლა სცენა არ გამართოთ. მოიცადეთ, გოგოებო, მესმის რომ ჩვენ ჩირლიდერები ვართ, მაგრამ ამ სკოლაში ჩვენ გარდა სხვა ბავშვებიც არიან მოწყენილები და იქნებ რამე მაინც ვასწავლოთ. ხო, მოდით მართლა გავხსნათ საცეკვაო კლასი და ამ ლუზერებს რამე მაინც ვასწავლოთ. ზუსტად. ნუ, სხვათა შორის მე ჰიპ-ჰოპის სწავლა მინდოდა. ჰიპ-ჰოპი წინა საუკუნისაა, მაგრამ აი თვერკინგი. ანუ ყველა თანახმა ხართ? ხო, გოგოებო, მოდით გავაკეთოთ ხმის მიცემა, უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ თანახმა ვართ. გოგოებო, გამარჯობა. ნიღაბი რატომ არ გიკეთიათ? საყვარელო, ნუ მარცხენა. იანა, ახლა გამოვასწორებ. გამარჯობა, სიყვარულო. ეს შენთვისაა. Smile, Louis Vuitton, ეს საიდან გაქვს? ახლა ხომ ყველა მაღაზია დაკეტილია. სიყვარულო, შენთვის ვარსკვლავს ჩამოვწყვეტავ ციდან. გოგოებო, რა საყვარლობა. კარგით, გოგოებო, მოდით აბა გავხსნათ. ვაიმე, შეფუთვა ნახეთ. მე მგონი ხელჩანთაა. Smile, უბრალოდ საუკეთესო ხარ, ძალიან მიყვარხარ. Smile, ეს რა არის? დიანა, ეს Louis Vuitton-ზე უკეთესია, ეს არის ახლა დეფიციტში. კარგი, Smile, გეყოფა ასეთი ხუმრობები. მართლა მეწყინა. დიანა, ასე არ უნდა იქცეოდე, ბრაუსაც მივეცი და დღეს იანას უნდა აჩქოს. პროვასტი. კარგი, საკმარისია, სიცილის დრო არ არის, თქვენთან რაღაც უნდა განვიხილოთ. შემოთავაზება გვაქვს, საცეკვაო კლასების გახსნა გვინდა.
მოკლედ რომ თქვათ, ბიჭებო, გადაწყვიტეთ. მოხვალთ თუ არა ჩვენს კლასებზე? და რა უნდა ვიცეკვოთ? ნელი ცეკვა? არა, სხვადასხვა ტიპის ცეკვები იქნება და სხვადასხვა ცეკვა ძალიან მაგარია. მე და გოგოებმა გადავწყვიტეთ. გადავწყვიტეთ, რომ კარანტინის საჩვენოდ გამოგვეყენებიან. ზოგი ცეკვას ისწავლის, ზოგი ფორმაში ჩადგება. ჩვენ თან ახმოვართ. ძალიან კარგი. კარგი, წავედით. ბავშვებო, ძალიან ბევრი ვჭამე. კი, კარგი ლანჩი იყო. ბავშვებო, რა კარგი დრო მოვიდა. მხოლოდ ვჭამთ, გვძინავთ და ვსწავლობთ. ხო. ჯანდაბა, მეგობრებო, მზად ხართ მოსასმენოდ. რა? ცეკვის კლასი გახსნეს ჩვენთან. მართლა? ხო, ჩერლიდერებმა გახსნეს ცეკვის კლასები, თან უფასოა. და ყველას ეპატიჟებიან. გოგოებო, წავიდეთ. წავედით, მეგობრებო. Smile, ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება კარანტინი და მე ისე ვივლით კინოებში, რესტორნებში და ცხოვრებით ვისიამოვნებთ. პროვასტი, დამელაპარაკე რა. იანა, მე ფორმაში ვდგები. ხო, მართალია, ჩადექი ფორმაში, ივარჯიშე, თორემ დაგშორდები იცოდე. იანა, შენ რა გჭირს? რა მოხდა? არაფერია, პროვასტი, უბრალოდ დაწყენი ვარ, შეხედე. კარანტინი რომ დამთავრდება. და მე რა? არაფერი პროვასტი, უბრალოდ ისინი სულ ეხუტებიან ერთმანეთს, კოცნიან, შენ კიდე სულ ვარჯიშობ. მისმინეთ, თუ ასე გააგრძელებთ, აღარ გვექნება საცეკვაო კლასი. ხო, დავიწყოთ. ცეკვის კლასები აქ არის? მე ცეკვა მინდა, თან უფასოა. ჩვენც გვინდა რომ ვიცეკვოთ. Smile, ვაუ, ნახე, რამდენი ხალხია. კარგი დიანა, შენ გინდა ცეკვის გაკვეთილები. ახლა ასწავლე. პროვასტი, ამას ხედავ, ყველა მოვიდა. ხო, ის ფეხბურთელებიც, მაგარი მოცეკვავეები. აბა დავიწყოთ, ცეკვა გვინდა. ბავშვებო, ვერ ხედავთ, თქვენი მწვრთნელი დაკავებულია. ხო, ამ ტვიქს წყვილს არ დაუმთავრებია ჩახუტება. Smile, გაიგე რა დაგვიძახე, ეს ტვიქსი წყვილიო. კარგი, თუ ცეკვა გინდათ, ვიცეკვებთ ახლავე, ჩადექით. Smile, შენც წამოდი. მზად ვარ ცეკვაოდ. ცეკვა გინდათ? კარგი, დავიწყოთ მაშინ, გოგოებო, პირველი ცეკვა. ყველას ყოჩაღ, ძალიან კარგად გამოგდით. აბა გააგრძელეთ ცეკვა. იცეკვეთ. არ გაჩერდეთ. ბავშვებო, ეს ცეკვა ისწავლეთ. ყოჩაღ, აპლოდისმენტები. კარგით, დამშვიდით, გთხოვთ. ახლა მეორე ცეკვა უნდა ვისწავლოთ. See the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up. I've been on the flex since flex zone. აბა ბავშვებო, გაერთეთ? კი, ძალიან. კარგი ბავშვებო, მაშინ ხვალ ზუსტად იგივე ადგილას, იგივე დროს გნახავთ. კარგი. კიდევ გვინდა ცეკვა. კიდევ ერთი? მოდით ეს გავაკეთოთ. მიდი დიანა, მიდი. აბა რომელი ცეკვა? 1, 2, 3. მისმინე, გესმის რომ დიანამ ვერაფერი უნდა გაიგოს, ხო? კიდევ მინდა რომ ჩერლიდერი ვიყო. კნოპა, რატომ უნდა დავუმალოთ? მე დიანას აღარ ხვდები. კარგი რა, დიმა, არ უთხრა არაფერი. Smile-ს კი ხვდება, მაგრამ მე მგონი შენ ისევ მოწონხარ. იცი რა, კნოპა, არაფრის დამალვას აღარ ვაპირებ. მინდა რომ გაკოცო. დიმა, მოიცადე, შეგიძლია ჩაფხუტი მაინც მოიხადო? მაგარია, ვზივარ აქ და მეგობარს ველოდები, რომელიც კნოპას კოცნის. მაგარი გასართობია. სერიოზულად, ძალიან დავიხარებ. ხო, გოგოებო, მოკლედ ეს ვაიმე, ამას ხედავთ? რას აკეთებენ? გოგოებო, ვერ ხედავთ რას აკეთებენ?
შეიძლება უბრალოდ ჩაფხუტის უკან იმალებიან და საუბრობენ. კარგი რა დიანა, ვერ ხედავ რო კოცნიან? რა, კოცნიან, მაგრამ ამდენი ხანი რატომ იმალებიან? დიანა, მართლა ვერ ხედავ ეს ხომ სიყვარულია? ხო, თან ფრანგულად კოცნიან, თან გრძელია. გოგოებო, ნუ მანერვიულებთ. ოპა. კოსტია, რას აკეთებენ? არ ვიცი, მე არ მიკითხავს. გოგოებო, მოდი წავიდეთ და ვნახოთ. დიანა, მოდი აქედან წავიდეთ, რაში გჭირდება მაგის ნახვა? დიანა, უბრალოდ კოცნიან, წავედით. კნობა, როგორი იყო? ნორმალური იყო, კიდევ რამდენიმე კოცნა და ყველაფერი კარგად იქნება. კარგი, დიმა, ახლა უნდა ვივარჯიშო, მოდი შემდეგ შევხვდეთ. კარგი კნობა, გნახავ. კალათბურთელი არ არის, მაგრამ დიმაც ძალიან მაგარია. კოსტა, შენ კიდე მემელოდები? ხო, რა თქმა უნდა, გელოდები, მაგრამ ამ კოცნას ბოლო ჯერ ვნახულო. კოსტა, კნობა ძალიან მაგარია, წარმოიდგინე დიანას როგორ შურს. დიმა, გინდა რომ კნობას გამო დიანას შეშურდეს თუ ის მართლა მოგწონს. კოსტა, წამო ვივარჯიშოთ. ახლა დიანას შეშურდება და მერე ვნახოთ. პატრიკ, რატომ დგახარ აქ? წამო, წავი, მაგრამ უარი რომ ითხრას, დამიჯერი არ იტყვის უარს, უბრალოდ წადი და უთხარი. კარგი. მეგობრებო, ეს არ შემიძლია. მიდი, ჩვენ ყველა შენსკენ გააკეთე, ყველაფერი კარგად იქნება. კურდღელი სოროდან გამოძრა? მოკლედ, ჯიჯი, უნდა ვილაპარაკოთ. პატრიკ, ჯერ წიგნი დამიბრუნე და შემდეგ ვისაუბროთ. ჯიჯი, მეც გამიგე. ლეილას ჩემთან ერთად ყოფნა არ უნდა. პატრიკ და ჩემგან რა გინდა? მე როგორ დაგეხმარო? ჯიჯი, შენ იქნები ჩემთან ერთად? პატრიკ, რა? პატრიკ, ახლა რა თქვი? ეს გაიგე? პატრიკ, გააკეთე. ჯიჯი, ყო ხარ თუ რა? იქნები ჩემი შეყვარებული. არ ვიცი, პატრიკ, სიმართლე რომ გითხრა, ჩემი ტიპი არ ხარ. კარგი, ვიფიქრებ. ძალიან დიდხანს თუ ვიფიქრებ, სხვას ვიპოვი. პატრიკ, ვიფიქრებ, იქნები შენი შეყვარებული. იეი! და პატრიკ, ერთად ყოფნა რას ნიშნავს? რას გავაკეთებთ? რას გულისხმობ შეყვარებულობა რას ნიშნავს? მე სკოლის ჩანთას დაგიგავებ და შენ საუზმეს მომცემ. კარგი, შეგიძლია ჩემი ჩანთა ატარო, მაგრამ ჩემ საუზმეს არ მოგცემ, ჩემთვისაა, უყურე ერთი. ჯიჯი, რას გულისხმობ შეყვარებულისგან არაფერი არ უნდა დამალო. სკოლაში ყველას გაუკვირდება, რომ თქვენ ხართ ახალი წყვილი. ბავშვებო, ლეილას ძალიან გაუკვირდება. ხო, ახლა ბედნიერი იქნება, პატრიკი აღარ შეაწუხებს. კარგი, აბა, იჯდებიან ჯიჯი და პატრიკი ხეზე. მოიცადეთ, ანუ როცა ერთად ხართ, უნდა აკოცოთ? კი. რა თქმა უნდა. ხო, მომისმინე და უთხარი, თუ იანას კიდევ ერთხელ დაელაპარაკება, ის შარში იქნება. ხო, უთხარი რომ შარში იქნება, ეს ჩემი ბოლო გაფრთხილება. იანა, ჩემი შეყვარებულია. ჰეი, ბრაუს, რამე მოხდა? ვინმე ეფლირტავება იანას? ხო, ვიღაც მაქსიმი გრძელი დრედებით, იცნობ და მერე რა? არაფერი, ის ჩემს იანას ეფლირტავება და ეს არ მომწონს. ბრაუს, რატო გადარდებს? ეფლირტავოს შენს იანას, ვინმე შენზე უკეთესი პოვის. რა თქვი? შენი პოვე ვინმე შენზე უკეთესი, ჩემს იანაზე აღარ ილაპარაკო. კარგი ბრაუს, დამშვიდდი, ეს უბრალოდ იანაა. ხო, ფრთხილად იყავი შენი სიტყვებით. გამარჯობათ ბიჭებო, როგორ ხართ? უკვე დაამთავრეთ ვარჯიში? არა, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი კარგადაა. დიანა, მოიტანე? გამარჯობა, ბროასი. გამარჯობა. გამარჯობა, სმაილიკ, რა თქმა უნდა, მშიერს ხომ არ დაგტოვებდი. აი, მოიცადე? აიღე. მადლობა. ბროასტი, დღეს მაღაზიაში ვიყავი და ძალიან საყვარელი ჩანთა ვიყიდე. ვერც კი მიხვდები, რომ ორიგინალი არ არის. დიანა, გაჩერდი, არ მაინტერესებს შენი ჩანთები. ბროასტი, რა ხდება? რატომ ხარ ცუთხასიაძე? გოგოებო, ეს რა არის? ყველაფერი არეულია. აბა გემრიელი იყო? ხო, გემრიელი. ხოლ უფრო მეც მოგიტან. ჰეი, სმაილიკ, ბროასტის რა ჭირს? რაღაც უხასიათოდაა. დიანა, ყურადღება არ მიაქციო, თვითონ გაარკვიო. ყველას გამარჯობა. კარგი დიანა, უკვე შეგროვდით, უნდა წავიდეთ. ვარჯიშის მერე გნახავ. კარგი. კარგი იანა, დასვენებაზე გნახავ. კარგად. კარგად. ძლივს, ახლა შეგვიძლია ვარჯიში დავიწყოთ? გოგოებო, რა გჭირთ დღეს? რატომ ხარ ცუთხასიაძე? აი, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ხო, დღეს თითქმის ბრწყინავ. ნეტა, რატომ გაქვს ასეთი კარგი ხასიათი? ხო, ნეტა, ვის გამო ხარ ასეთი ბედნიერი? რა იყო კნოპა? გაზაფხულია, სიყვარული, ხო? კი, მართალია და ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი, შეწყვიტეთ, ვივარჯიშოთ და სხვათა შორის, კნოპა, მინდოდა რომ რაღაც მეთქვა. რა იყო დიანა, კარგად ვარჯიშობ, არა? არა, კნოპა, საერთოდ არ ვარჯიშობ კარგად. მისმინე, დღეს შეიძლება კონდეს ეს პომპომები, მაგრამ ხვალ შეიძლება აღარ. დიანა სწორად მოიქცა, ვაჩვენოთ კნოპას ვინ არის უფროსი. ჩვენ გუნდში შემოუშვით, ახლა კიდე თავში აუვარდა. კარგით, გოგოებო, მოემზადეთ, დავიწყოთ ვარჯიში. არ იქნება ვარჯიში, სანამ არ მეტყვი რა ხდება, რატომ ხარ ჩემზე გაბრაზებული? გითხარით, რომ კნოპა არ არის კარგი გოგო. და აი, კნოპას ნამდვილი ფერებიც გამოჩნდა.
მის მინეკნობა, შენ გონია რომ მე არაფერი არ ვიცი? თუ ბრმა ვარ, ყველაფერს ხედავ. დიანა, საერთოდ რაზე საუბრობ? შეგიძლია ამიხსნა რა არის პრობლემა, არ მესმის. მის მინეკნობა, შენ გონია რომ ჩვენ აქ ყველა ბრმა ვართ, ყველაფერი დავინახეთ. ხო, ყველაფერი. მის მინეკნობა, შენ ეს ნორმალური გონია? ჩემ გუნდში ხარ და ჩემ ყოფილ შეყვარებულს კოცნი? თურმე იმაზე საუბრობთ. დიანა, შენ მე ვერაფერს მიბრძანებ. იმას ვაკოცებ, ვისაც მინდა, გაიგე? მის მინეკნობა, შეგიძლია იმას აკოცო, ვისაც გინდა. თუ გინდა საერთოდ უცხო პლანეტელი იყოს, მაგრამ არ მინდა რომ ჩემ ყოფილ შეყვარებულთან დიმასთან დაგინახო. ახლა ვხვდები, ისე მოგწონს არა? ვიცოდი. კარგი კნობა, თუ გინდა რომ ჩემს გუნდში იყო, შეგიძლია იმას შეხვდე, ვისაც გინდა, გარდა ჩემი ყოფილი შეყვარებულისა. დიანა, გუნდში ვიქნები, მაგრამ ვის შეხვდები? ჩემი საქმე არის, გოგოებო, ვივარჯიშოთ. ჯანდაბა, დიანამ რატო გაუტარა? ხო, გუნდშიც კი არის ახლა ჩვენთან ერთად. კარგი კნობა, მე გაგაფრთხილე, გოგოებო, ვიწყებთ ვარჯიშს. ჩაის უნთხეთ? მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, გვერდზე, ზევით, გვერდზე, ქვევით, მარჯვნივ. გამარჯობა თოჯინებო. უთხარით თქვენს მეგობარ მაქსიმს თუ იანასთან კიდევ ვიფლირტავებს, შარში იქნებ. იანა თვითონ აირჩევს ვის უნდა რომ შეხვდეს. კალათბურთელებო, გონიათ რომ ყველაფერი შეგიძლიათ, რადგან დიდები ხართ, მოდით ეს ყველაფერი სკოლის გარეთ მოვაგვაროთ. ხედავ რომ ძალიან გინდა ამის მოგვარება. თქვენი არ გვეშინია. პირიქით, ყოველთვის თქვენგან ვიხართ ჩვენგან. უთხარით თქვენს დრედებიან მეგობარს რომ თუ იანას დაურეკავს ან მის სახლთან ახლოს მივა, ამას ინანებს. ბრაუს დავეხმარები მისი დრედების სათითაოდ მოჭრაში. ამის სათქმელად სწორი ადამიანი ვერ იპოვეთ. თუ ასე გინდათ, თქვენ თვითონ უთხარით. ხო, რა იყო გეშინიათ? კნობა, შეიძლება ორი წამით დაგელაპარაკო. ზევით, გვერდზე, ქვევით, ზევით. მისმინეთ, ცოტა ხნით გარეთ გავალ. ხო, დიმა, რა ხდება? წამო, გარეთ გავიდეთ. არა, გოგოებო, ეს უკვე ზედმეტია. დაინახეთ, რა ქნა, უბრალოდ წავიდა. დიანა, დამშვიდი, იქნებ უბრალოდ რაღაცას გეგმავს. ანუ დიმას უნდა რომ გაეჭვიანოს. მაგრამ არ მესმის ეს რაში ჭირდება? ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვართ უკვე, რაღა უნდა? დიანა, დამშვიდი, შენ ხომ ახლა სმაილიქს ხვდები? ხო, მაგრამ ამ კნოპას რაღაც უნდა მოვუხერხოთ, ჩვენ გუნდს არ ეკუთვნის. მაგრამ რა მოვუხერხოთ? დიმა, რატომ დამიძახე? ხომ იცი რომ ვარჯიშო? კნოპა, ვარჯიშს აზრი აღარ აქვს. წამო, კაფეში წავიდეთ. კარგი, წავიდეთ. გოგოებო, არ მესმის ეს დიმამ როგორ გამიკეთა? კარგი, დიანა, ნუ გწყინს. ხო, ყველაფერი კარგად იქნება. გოგოებო, მესმის რომ უბრალოდ მისი მეგობარი ვარ, მაგრამ აი ამას რატომ აკეთებს? თან მიუხედავად იმისა, რომ სმაილიქს ხვდები, მე მგონი დიმასთვის გრძნობები კიდევ შემომრჩა. რა? გოგოები ბრუნდებიან ვარჯიშიდან. დიანა, რამე მოხდა? არაფერი, კაფეტერიაში წავიდეთ. დიმა მაწყენინა. შეხედე, ჯერ მაქსი იყო, ახლა დიმა. როგორ ჩანს, მაქსი იანას ეფლირტავება. დიმა დიანას. სად არის დიმა? იცით რა ბავშვებო, სხვათა შორის შეყვარებულობა ძალიან ადვილია. მე იდეალური ურთიერთობა მაქვს პატრიკთან, არა? ხო. ჯიჯი. მხოლოდ 20 წუთია რაც ერთმანეთს ხვდებით. ბავშვებო, არ ვიცი, მე მგონი დიანასთან მეგობრობა უნდა შევწყვიტოთ. კნობა, ეს ზედმეტია. კნობა ზედმეტად ჩქარობს. ხო, მაგრამ ძალიან კარგი წყვილები არიან ჩვენ სკოლაში. ჯიჯი და პატრიკი, მე და დიმა. კოსტა და ბურთი. აი, შენც აქ ხარ. ამ ყველაფერს როგორ ამიხსნი? მე? არა, ეს ჩაფხუტის გარეშე. რა გავაკეთე? რა უნდა აგიხსნა? მომისმინე, თუ დიანას კიდევ ერთხელ ატირებ, აღარ ვიცი რას გაგიკეთებ. მე ვატირე დიანა? ეს დიმას ბრალი არ არის. უბრალოდ მე და დიმა შეყვარებულები ვართ და მე მგონი დიანას შურს. სმაილ, რა თქვა? შეშურდა. კნობა, რაზე ლაპარაკობ? დიმა, გინდა რომ კნობას გამო დიანას შეშურდეს თუ ის მართლა მოგწონს? კი. რა თქმა უნდა. კარგით, გოგოებო, მზად ხართ? მოდით დავიწყოთ ვარჯიში. დიანა, ვარჯიში არ იქნება, სანამ გამარჯობა, ოროთოჯინა, გამარჯობა. ჩვენ თქვენთან მოგვარების არ გვეშინია. ოპა, ჩირლიდერები. ესენი რას აკეთებენ? ეს დიმა არის? გოგოებო, ვერ ხედავთ რას აკეთებენ? შეიძლება უბრალოდ ჩაფხუტის უკან იმალებიან და საუბრობენ. დიანა, სისულელის ნუ ლაპარაკობ, კოცნიან. რა? კოცნიან? და ამდენი ხანი რატომ იმალებიან? დიანა, ვერ ხედავ, ეს ხომ სიყვარულია. ხო, და ფრანგული კოცნა, თან გრძელი. ბავშვებო, ნუ მაღიზიანებ. მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, გვერდზე, ზევით, გვერდზე, ქვევით.